გამარჯობა მეგობრებო. ახლა ვარ მე მაწევანის ბანაკში. სინამდვილეში ამ ბანაკს მაწევანის ბანაკი არ ქვია, მაგრამ რადგანაც ჯერჯერობით სახელი ვერ მოვიფიქრეთ, ასე ვეძახით და იყოს მაწევანის ბანაკი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვართ მაწევანში. ამ ბანაკის გაკეთების იდეა უკვე ძალიან ბევრი წელია რაც არსებობს, მაგრამ შესრულება სამწუხაროდ ამ ეტაპამდე არ გამოგვივიდა, თუმცა ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ბანაკი ასე მარტივად და ძალიან კარგად გამოვიდა. დღეს არის უკვე მე-6 დღე, ახლა არის დილის 7 საათი, მანქანაში ვზივარ, იმიტომ რომ ყველას ძინავს აბსოლუტურად და მე აქეთ გამოვედი, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. ხო, დღეს არის მე-6 დღე. ვიტყოდი, რომ უკვე შედგა ეს ბანაკი, იმიტომ რომ ხვალდელით ვბრუნდებით თბილისში და მგონი მთავარი თქმა დამავიწყდა. ეს ბანაკი არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისთვის. სანამ აქ ჩამოვიდოდი და სანამ ეს ბანაკი გაკეთდებოდა, ასე ვთქვათ, ძალიან ვღელავდი. აი ეს იგიჟია, რომ ვთქვა, რომ არ ვღელავდი და ვფიქრობდი, რომ მარტივი იქნებოდა. თუმცა იმაზე მარტივი და იმაზე კარგი გამოვიდა სინამდვილეში, ვიდრე გონებაში ვუშვებდი, როგორ შეიძლება, რომ კარგი გამოსულიყო. მართლა საუკეთესო ამბავი გამოვიდა. და ხო, იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო და რა თქმა უნდა, უკვე შემდეგი ბანაკებზე ფიქრიც დაწყებული არის და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება და მეც ისევ ვიქნები ამ ბანაკის ერთ-ერთი თანამონაწილე. სხვა თუ არაფერი გადამღები სჭირდება შესაბამისად. უნდა წამიყვანა. მოკლედ, ეხა მინდა რომ ცოტა ტერიტორია დაგათვალიერებინოთ, სად ვიყავით 6 დღის განმავლობაში. შემდეგ უკვე როდესაც გაიღვიძებენ დიდებიც და პატარებიც და მოზარდებიც, მოვახერხე მინდა რომ რამდენიმე ამ ბანაკის მონაწილე გაგაცნოთ და კიდევ პატარა ისტორიას შევქმნი კადრებით, ასე ვთქვათ და იმას გაგიზიარებთ. მადლობა რომ მიყურეთ. იმედი მაქვს რომ ამ თემაზე და ამ ბანაკზე ეს პირველი და ბოლო ვიდეო არ იქნება. და ხო, იმედი მაქვს, რომ შევხვდებით სხვა მოზარდებთან ერთად, სხვა ადგილას სინამდვილეში არ მინდა, მიუხედავად რაღაცა უარყოფითი ნიუანსებისა ამ ადგილზე, მაინც მირჩევნია, რომ ეს ადგილი იყოს შემდეგი ბანაკისთვისაც, იმიტომ რომ ხო, არ ვიცი, ამაზე კარგი და ფუნქციური ადგილი სხვა ვერც კი წარმომიდგენია. მოკლედ, წავედი ახლა მე, გავაღვიძებ ამ ხალხს. უკვე მგონი საუზმის დროც უწევთ და მე შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. წაღანთხა რომ დამეჯახა მანქანაზე და მე მგონი მაგ ვიდეოსაც ჩავსვავ ხა აქ. იმსახურებს ისეთი საცილო მომენტი იყო. მართლა. აქ ვზივარ რაღაცებს ვლაპარაკობ და უკნიდან თხა მეჯახება. მაგრამ ამ წუთას გადი. ამ წუთას თხა ამოძვრა ჩემს მანქანაზე. ანუ ჯერ ხო საოცარი ხედი მაქვს, მაგრამ აი ეს უზრდელი თხა ჩემს მანქანაზე ამოძვრა. დღე ამ გზას გავდივართ. ამ გზას გავდივართ დღეში 3-ჯერ. აი ქვემოთ არის პატარა გასაძრომი ბილიკი ჩვენი სკოლისკენ. და მაგ ადგილს მე გაჩვენებთ. აქ მზეში დგას ჩემი მანქანა და აქ უკვე შევდივართ ჩვენს კოტეჯებში. აქ ცხოველები არიან. ესეც ჩვენი კოტეჯების ადგილი. ეს არის საძინებლების სივრცე. აქეთ არის სამზარეულო. აქეთ არის საჯინიბო.
სანდრო, ამას რა ქვია? აი იმ ადგილს. ფერმა. ფერმა? კაი. ამას? ხის დასამუშავებელი ადგილი. რა ქვია? ხის დასამუშავებელი ადგილი. ხო. აი ნახე. ქარის სახელოსნო მოკლედ. რა ვნახა სანდრო? ჩემი ჩაწერილი მარშრუტი. კაი, ნახა. მომი ჩვენი ბანაკის დღის განრიგები. დღეს არის მე-6 დღე, ბოლო დღე. წავედით ახლა ბავშვები ვნახოთ. გამარჯობა ანანო. როგორ ხარ? ალექსო! გამარჯობა! როგორ ახარ? რას უყურებ? ვაუ! დაფარე? მე თუ გადი. გავიდე? ხო. ის ბუნება. და რისთვის ვიყენებთ მაგ ადგილს? რომ შენარჩუნდეს ის ჟანგბადი. სანდრო, ჩვენ რისთვის ვიყენებთ მაგ ადგილს? ჰამაკებს. ჰამაკებზე რომ დავისვენოთ. ესეც ჩვენი ფერმა, როგორც სანდრო იტყოდა. ბოლო გასვლა არის აქ. ვარ ჩვენს მეორე სივრცეში. სადაც არის სკოლა. არის ხიდი. ესეც ჩვენი სკოლა. სადაც ძირითადად დროს ვატარებთ. ესო სანდრო, საიდან გაჩდია? მე საიდან გავწდი და დედამ ჩამომიყვანა. მაშინ ჩამომიყვანა. საიდან სანდრო? რუსთაველი, მეტრო რუსთაველი. სანდრო? აი, დავამშვიდობოთ ახლა? კი, ბაგა! ბაი ბაი!